მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ თემაზე, რომელიც ფაქტიურად ყველას აწუხებს. ხშირ შემთხვევაში დამწყებ ტრეიდერებს აწუხებთ, იმიტომ რომ საქმე ეხება ცოტა არ იყოს გაუაზრებელ მუშაობას ბაზარზე და იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც ასევე გაუაზრებლად იყენებს დამწყები ტრეიდერი თუ არა დამწყები ტრეიდერი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის რა? მუშაობის პროცესში როდესაც ტრეიდერი რაღაც გადაწყვეტილებას იღებს, ხო, აუცილებლად ის უნდა კონდეს კარგად გააზრებული, აღქმული, რომ მერე ვთქვათ გადადგას გარკვეული ნაბიჯი. და ხშირად ტრეიდერების უმრავლესობა ქაოტურად იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არ იცის რატომ მუშაობს, რატომ შედის პოზიციაზე, რატომ აკეთებს ამა თუ იმ ორდერს, ხო, რატომ ვთქვათ დგავს რაღაც ნაბიჯებს. და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემა არის და ხშირ შემთხვევაში ყველას ურჩევ ხოლმე მე სანამ შევა პოზიციაზე, მანამდე ორი სიტყვით დაწეროს რატომ შედის პოზიციაზე. ანუ როეული კი არ გაავსოს, არამედ ფურცელი და კალამი ედოს გვერდით და ორი სიტყვით დაწეროს რატო შედის პოზიციაზე. ეს ერთ-ერთი ხრიკი არის თუ გვინდა რომ მართლა ნორმალურად ვივაჭროთ. და ერთ-ერთი ხრიკია რომ ჩვენი თავი შევაკავოთ გარკვეული ცუდი პოზიციებისგან. და დამერწმუნეთ რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში უпростоრედ თქვენ ვერ შეხვალთ პოზიციაზე, იმიტომ რომ რეალობაში თქვენ დაინახავთ რომ თქვენი მუშაობა უფრო ემოციური არის, ვიდრე გააზრებული მუშაობა არის. ასევე ეხება ეს გააზრებული მუშაობა ინსტრუმენტებს, ანუ რასაც თქვენ იყენებთ. მაგალითად ხშირად მინახავს რომ ხალხს გასმული აქვს წინაღობა მხარდაჭერის დონე და ორი უკიდურესობა აქაც. ან უშუალოდ აი როცა მივა ფასი დონესთან, აი იქ უცებ ხდება გადაწყვეტილების მიღება და შესვლა პოზიციაზე, ან კიდე საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამ წინაღობა მხარდაჭერის დონეს. ესეც ცუდი არის, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ თუ გვაქვს რამე ინსტრუმენტი გამოყენებაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინსტრუმენტი ჩვენთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, ჯობს რომ გამოვიყენოთ და თუ ვფიქრობთ, რომ არ არის საჭირო, მაშინ ისმის შეკითხვა რატომ გაგვიდევს ეს ინსტრუმენტი. ამიტომ მეგობრებო, როდესაც უყურებთ თქვენ ბაზარს, პირველ რიგში აი ამ მარტივ რაღაცებს მიაქციეთ ყურადღება. თითქოს მარტივს, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა ვივაჭროთ ცოტა პროფესიონალურ დონეზე, ანუ არ ვიტყვი ხა რაღაც იმისავით, ვიღაცის არასავით და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ იმათსავით ვერ ვივაჭრებთ, იმათ შეიძლება მილიონობით დოლარი აქვს კაპიტალი და შესაბამისად ჩვენ არ გამოგვადგება ისეთი ვაჭრობა. შესაძლებელია გამოგვადგეს კიდეც. თუმცა, როდესაც ვაჭრობთ, ჩვენ გვჭირდება ისეთი თემა, როგორიც არის სისტემა. ფაქტიურად ყველა ტრეიდერი, რომელიც არ ვაჭრობს სისტემით უშუალოდ, ყველა ტრეიდერი აგებს. ადრე თუ გვიან ის წააგებს. ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ თუ არ ვიცით ჩვენ სად მივდივართ, ჩვენ ვერასდროს ვერ მოხვდებით იქ, სადაც უნდა მივიდეთ. ეს არის მარტივი ლოგიკა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, საკუთარი სისტემის ქონა. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რაღაცაზე დაფუძნებული ვაჭრობა. ანუ ჰაერზე ვაჭრობა, უბრალოდ შევდივარ პოზიციაში, არ ვითვალისწინებ ტრენდს, არ ვითვალისწინებ, ვთქვათ, ფასს, საერთოდ არაფერს არ ვითვალისწინებ, ხო? ეს ვერ მიიყვანს ადამიანს რაღაც დიდ წარმატებამდე. არადა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ნახეთ, როგორც არ აკეთებენ წარუმატებელი ტრეიდერები. რას არ აკეთებენ წარუმატებელი ტრეიდერები? მათ არ აქვთ სისტემა. თუ სისტემა გააჩნიათ, ისინი არ იცავენ სისტემას. თუ იცავენ სისტემას და ისინი მაინც წარუმატებელი არიან,
მაშინ გამოდის, რომ სადღაც აქვთ ისეთი შეცდომა დაშვებული, რომელსაც არ უყურებენ, არ აანალიზებენ, არ იცავენ რისკ მენეჯმენტს, მანი მენეჯმენტს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მინუსს და ცუდ შემთხვევაში დეპოზიტის დაკარგვას, რა თქმა უნდა. ამიტომ მეგობრებო, თქვენ თუ ივაჭრებთ ისე, როგორც არ ვაჭრობენ 95% ტრეიდერების, თქვენ რა თქმა უნდა მიიღებთ შედეგს. თუ ივაჭრებთ ისევე, როგორც ვაჭრობენ ყველა დანარჩენი, თქვენ ვერ მიიღებთ შედეგს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ამას არ ჭირდება დიდი ფილოსოფია, თუ თქვენ დაფიქრდებით ამის თაობაზე, მიხვდებით, რომ ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ თქვენ რომ თქვენივე პოზიციები გაანალიზოთ, ხშირ შემთხვევაში ვერ გაიგებთ ახლა, რომ შეხედოთ, თქვათ 1 თვის წინანდელ, 2 თვის წინანდელ, თუნდაც 1 წლის წინანდელ. თქვენს პოზიციებს ვერ გაიგებთ ვერანაირად, რატომ შეხვედით თქვენ პოზიციაში. ანუ ისიც კი დაუზუსტებელი ინფორმაციასავით იქნება, ხო? ანუ ვერანაირად ვერ აღიქვავთ, რატომ შეხვედით პოზიციაში და ხშირად ასეც ხდება ხოლმე. რომ ტრეიდერები, როდესაც ემოციურად ვაჭრობენ და მერე უყურებენ, რაც გააკეთეს, თავისთავად ეს ძალიან ცუდი არის ხოლმე საყურებლად თავისთავად. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის პირველი, რომ ვივაჭროთ გააზრებულად, რატომ უნდა შევიდეთ თქვათ სელზე, რატომ უნდა შევიდეთ ბაიზე და ყველა ის ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რაც ჩვენ გრაფიკზე გვაქვს. თუ მე გავლებული მაქვს რაღაც ხაზი და მას არ ვიყენებ, მაშინ ისმის კითხვა, რატომ მინდა ეს ხაზი. ხო, რაში მჭირდება, სჯობს აი ესე წავშალო, ხო? ეს ხაზი და აღარ გამოვიყენო. როგორც იცით, მე ჩემთვის ძირითადი ესეც სამუშაო გარემო ეს არის წინაღობა მხარდაჭერის დონეები, რომელთაც მე ვაჭრობ, მხოლოდ და მხოლოდ ეს წინაღობა მხარდაჭერის დონე არის და ეს წინაღობა მხარდაჭერის დონე მე მეუბნება, თქვათ, რა შეიძლება რომ მოხდეს. აქვე დავაზუსტებ, რომ 100%-ით ეს შეუძლებელია დადგინდეს. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში 100% შეუძლებელია. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ხდება ისე, რომ ასე თუ ისე ვიცით, რა თქმა უნდა, რაც მოხდება. არსებობს რაღაც პოსტფაქტუმ სიტუაციები, როდესაც ყველა ლოგიკის გარეთ გადის, ყველა მოძრაობა ლოგიკის გარეთ გადის თითქოს. თუმცა თუ გადავხედავთ ხოლმე მერე ინფორმაციებს, აღმოვაჩენთ, რომ ეს მოძრაობებიც აი ამ ინფორმაციების გაკეთებული არის. ამიტომ მეგობრებო, როდესაც მე ვიყენებ აი ამ წინაღობა მხარდაჭერის დონეს, იმისთვის კი არ ვიყენებ, რომ უბრალოდ ხაზი გავავლო. ამას იმისთვის ვიყენებ, რომ პირველ რიგში მივიღო ინფორმაცია, ხო? რაში მდგომარეობს მაგალითად ჩემთვის აი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში რომ ავიღო მაგალითად რაღაც ფასი. ბაზარმა გააკეთა რაღაც ფასი, ანუ დააფიქსირა. გააკეთა ცოტა ცუდი სიტყვა. დააფიქსირა რაღაც ფასი და ვხედავ, რომ გარკვეული დროის მერე, ან მოკლე ხანში, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ბაზარმა კვლავ ეს გააკეთა. შემდეგ ვხედავ, რომ ბაზარმა ეს გააკეთა. ანუ გამოდის, რომ ეს ერთგვარად აინტერესებთ ეს ფასი, ხო? და ამ ფასთან აკეთებენ რაღაცას და შესაბამისად ეს რაღაცა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ფასიდან ძირითადში კეთდება ასხლეტები. მაშინ ისმის კითხვა, თუ კიდევ ეს ხდება, უკაცრავად ესე არა. თუ კიდევ ეს ხდება, რას მოველით მაშინ? რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში თუ კეთდება ამ ფასიდან ასხლეტები, ძირითად შემთხვევაში მოველი, რა თქმა უნდა, ამასაც. და შესაბამისად, თუ გადავხედავთ ჩვენ წინაღობა მხარდაჭერის დონეებს, საკმაოდ საინტერესოდ მოძრაობს ფასი უშუალოდ ამ დონეებთან. აი მაგალითისთვის იგივე რაც ქონდა წარმოდგენილი, ხო? მაგალითი, აი ეს დონე. რო ავიღოთ, რას აკეთებს ამ დონესთან და რა გააკეთა ამ დონესთან, ხო? პირველ რიგში თუ ჩვენ აქ დავაკვირდებით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ლოგიკა რაში არის, რომ ბაზარი ზევით წავიდა. მეორე შემთხვევაშიც
მიუხედავად გარღვევისა და მე ეს აღმოჩნდა ცრუ გარღვევა, აღმოვაჩენთ, რომ ასევე ბაზარი ზევით წავიდა. მესამე შემთხვევაში რაღაც უნდა ველოდოთ, ხო? რა თქმა უნდა, რომ ბაზარი ზევით წავა თავისთავად. რა თქმა უნდა, ზოგი შემეკამათება, რომ რაც უფრო ხშირად მიდის ფასი დონესთან, მით უფრო ის ირღვევა და რაღაცეები და ასე შემდეგ, მაგრამ თლათ ესეც არ არის, მეგობრებო. ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს ეხლა რასაც გიჩვენებთ, ეს არის ფორექსის ბირჟა. და თლათ ისეც არ არის, რომ რამდენჯერაც მივა, იმდენჯერ სუსტდება ბაზარი. აქ გააჩნია ბაზარი პირველ რიგში როგორ მივიდა, რა სურათით მივიდა, რა დამიხატა, მოდი ესე ვთქვათ, ხო, რა სურათით დამიხატა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ როდესაც ვმუშაობ, მე პირადად როდესაც ვმუშაობ წინაღობა მხარდაჭერის დონეებით, რა თქმა უნდა, ამასაც ვითვალისწინებ, სურათებსაც ვითვალისწინებ. მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ თუ ბაზარი აკეთებს ამას და მეორეჯერაც აკეთებს ამას, მესამეჯერაც რომ მივა ფასი იგივე ფასთან, ხო? თავისთავად ველოდები რომ გააკეთოს ეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ის ვერავიდეს თავის დონემდე. ჩემთვის თავარი რა არის მაშინ? თუ ვერავიდეს ამ დონემდე, ხო? მაშინ რაღა გამოდის ჩემთვის თავარი? ჩემთვის თავარი არის ძალიან მარტივი რამ. რომ მე შევიდი აქ, სადღაც ავიღო ჩემი ვთქვათ 1-3-თან, 1-5-თან, 1-10-თან, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. დავხურო პოზიცია და მორჩა. აი ამით ყველაფერი დასრულდა ამ გრაფიკზე. და შემდეგ ვეძებო ახალი პოზიცია, როდესაც თქვათ ანალოგიური რამ იქნება გრაფიკზე. აი მაგალითად ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით შვეიცარიული ფრანკი. და ეს მაქსიმუმი შვეიცარულ ფრანკზე, რომელიც 2023 წელს არის დაფიქსირებული, აი ეს მაქსიმუმი. გადავიყვან ახლავე სანთლებზე და რას ვაკვირდებით, ხო, ამ მაქსიმუმთან. აი აქედან დაიწყო ეს პროცესი. რამდენჯერაც მივიდა ბაზარი, ანუ რამდენჯერაც ბაზარმა დააფიქსირა ეს ფასი, იმდენჯერ გააკეთა მოძრაობა ქვევით. შესაბამისად, ბაზარი ახლაც მივიდა იგივე ფასთან. რა მოლოდინები არის? თავისთავად მოლოდინი არის ის, რომ ბაზარი წამოვა ქვევით. იმ წამს წამოვა, ამ წამს წამოვა, თუ მაგალითად ფლეტის შემდეგ წამოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. თავარი არის რომ მივიდა, თავარი არის რომ დამანახა რომ ვეღარ მივდივარ ზევით, ანუ გამოსყიდვა ხდება ყოველ ჯერზე, ზევით როდესაც ადის ბაზარი, ეს უკვე ჩემთვის ერთგვარი სიგნალია, რომ ბაზარი უფრო ქვევით წამოვა, ვიდრე ზევით გააგრძელებს მოძრაობას. აქაც აი დააკვირდით წინა მისვლაზე 2024 წელს, ხო? ანალოგიურად დიდხანს იდგა ბაზარი იგივე დონესთან. პირველი სვლა, როდესაც გააკეთა ბაზარმა, რა თქმა უნდა ეს ცოტა წარუმატებელი იყო. მე მეგონა რომ აქედან უფრო დიდად წავიდოდა ფასი ქვევით, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა. აი რაც შეეხება მეორე მისვლას უკვე იგივე დონესთან, ხედავთ მერე როგორც დასრულდა. ასე რომ აი ჩემი ლოგიკა დევს ამაში. ნუ მარტო ამაში არა თავისთავად. იქ ბევრი ნიუანსიც არის ჩემთვის, ერთგვარად ფილტრაციის საშუალებას, რომელიც მაძლევს ეს ნიუანსები და ასე შემდეგ. ხო? და ამ ფილტრაციასაც თავისთავად ვიყენებ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რაც არის აი ესეთი დონის გამოყენება, სადაც ფასი აქცენტს აკეთებს. ბაზარი აქცენტს აკეთებს ერთი და იგივე ფასს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, თქვათ ჩემთვის. და ამიტომ, როდესაც მე ვმუშაობ ბაზარზე, ზუსტად ამებს ვითვალისწინებ. აი საინტერესო რაც იყო, მაგალითად ფუნტი კანადიური დოლარის წყვილზე. დააკვირდით აი ზედა ფასს, შეხედეთ. ნახეთ როგორი, მოდი ესე ვიტყოდი, რკინა-ბეტონის ფასი არის, ხო? უკვე მეხუთეთ მივიდა. მეხუთეთ მივიდა ბაზარი იგივე ფასთან, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაარღვია. ცდელობა იყო, რა თქმა უნდა. აი ესეთი დიდი ცრუ გარღვევა. ასევე აქაც დააკვირდით, რამხელა ცრუ გარღვევაა, ხო, მაინც ჩრდილით.
ვერაფრით ვერ გადაარღვია თავისთავად ბაზარმა და პირიქით საკმაოდ ესეთი დიდი წინააღმდეგობაც კი გაუწია ფასმა და შესაბამისად დღეს ვღებულობთ ამას, რაც ქვევით სულას ვღებულობთ, ესე ვთქვათ და საკმაოდ კარგსაც. ნახოთ, როგორ ჩამოვა ფასი ქვევით. ანალოგიურად დაბლაც, ხო? ეხლა მე მაქვს ერთი, მეორე ფასი ერთი და იგივეზე თითქმის დაფიქსირებული. თავისთავად არის გადაცნობა, არის თქვათ, ზუსტად შეიძლება ბაზარი რა თქმა უნდა არ დაჯდეს იგივე ფასზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე აქვე ვხედავ რას, რომ პირველ ჯერზე ბაზარი ზევიწავი და მეორე ჯერზე ბაზარი ზევიწავი და თუ ფასი ჩამოვა აქამდე, ხო არ ვიცი ახლა უეჭველი ჩამოვა თუ არ ჩამოვა ფასი აქამდე. ეს არავინ არ იცის. თუ ფასი ჩამოვა აქამდე და მე დამანახებ სურათს რომ ტრიალდება, ეს იქნება ჩემთვის საუკეთესო შესვლა, აი ეს დონე უშუალოდ იქნება საუკეთესო შესვლა ბაისკი. ხო, ბაიზი, მაგრამ ისმის შეკითხვა თუ არ მაჩვენა ესეთი რამ, თუ ვთქვათ აი ესეთი რამ არ მაჩვენა, ხო ვთქვათ. მაშინ რას ვშვები? მაშინ არაფერს, ჯერ ველოდები ბაზარს. ჯერ დამანახოს ეს ძირითადი სურათი. რაც უნდა დამანახოს და ეგ ზუსტად გადავდივართ ისეთ რამეზე, რაც არის გააზრებული ვაჭრობა. ანუ ერთი არის მე ინსტრუმენტს ვიყენებ გააზრებულად ზუსტად ამისთვის, მაგრამ მეორე არის გააზრებული ვაჭრობა, რას ნიშნავს, ხო? და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გააზრებული ვაჭრობის იყო აი ეს პერიოდი. ერთი წამით, აი გადავიყვანე ესევ. სადაც ტრენდი მოდიოდა ქვევით. ახლახანს ხდება ეს დეკემბრის თვეში $5 წყვილზე და რატომ ზუსტად ეს მაგალითი, ხო? იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს ბაზრის რეაქციები დაგროვების შემდეგ და ლოკალურ დონეებთან, თუნდაც ლოკალურ დონეებთან ბაზრის მოძრაობები. და გამოვიყენებ 4 საათიან გრაფიკს და ყველაზე ესეთი ლამაზი მომენტი იყო, აი ჩემთვის მართლა ეს ყველაზე ლამაზი მომენტი იყო. ბევრი იყო იმის მერეც, მაგრამ აი ეს ერთ-ერთი ლამაზი მომენტია, რასაც მე ვაკვირდები ხოლმე. და ეს შეხედეთ, კორექციაში მიდის ბაზარი, დაგროვებებით, ყველაფრით და ბოლოს მაქვს თავისთავად ფლეტი, აი ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფლეტი. ამ ფლეტს აქვს, რა თქმა უნდა, ქვედა საზღვარიც, ტრენდი მოდის დღის გრაფიკზე დაღმავალი, კორექცია არის აღმავალი, მე ველოდები რას? რომ დასრულდეს ეს აღმავალი კორექცია და კვლავ დაიწყოს ბაზარმა ტრენდული სვლა. და ვხედავ ერთ რამეს, რომ ფას როგორც ხედავთ იჭერენ, არ უშვებენ ფას ქვევით, არანაირად, ბევრი ხნის მანძილზე, ესა 4 საათიანი გრაფიკი, ბევრი ხნის მანძილზე იჭერენ და ბოლოს ხდება ესეთი იმპულსური გამოსვლა ქვევით. აი ეს ძალიან ლამაზი სურათია რეალობაში, აქ შესვლა არანაირად, იმიტომ რომ მე აქ არ ვიცი რა მოხდება, შესაძლებელია სრულგარღვევა მოხდეს, შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ამიტომ თავს ვიკავ. რა ყველაზე კარგი მომენტი არის ზუსტად აი ეს მომენტი. ყველაზე კარგი მომენტი. რატომ არის ეს ყველაზე კარგი მომენტი? იმიტომ რომ ხდება სარკისებური დონის დაფიქსირება, ანუ ხარდაჭერის დონე ხდება წინაღობის დონეთ და საბოლოო ჯამში ვღებულობთ აი ამ მოძრაობებს, ხო? ანალოგიურად ხდება აქაც იგივე. ოღონდ განსხვავება აქ ერთი რამ, რომ აქ ბაზარი ფლეტის ნახევრამდე მივიდა, ფლეტური მოძრაობის ნახევრამდე და მერე წამოვიდა დაღმავალი მიმართულებით და აქაც ფაქტიურად იგივე სურათი გვაჩვენა, რომ ბაზარი მოდის ქვევით. და ბოლო მომენტი იგივე დონე, დააკვირდით? აქ ვიჭერთ, აქედან ქვევით, აქედან ქვევით, აქედანაც დღეს რასაც ვხედავთ, არის მაინც ქვევით.
კი, შეიძლება ეს გაირღვეს, შეიძლება რაღაც აქნას, მაგრამ მე ეს აღარ მაინტერესებს. ანუ მე თუ აქ შევედი სელზე და ჩემი 1.5-თან თუ 1.10-თან დავაფიქსირე, ამით მოურჩი ჩემს მუშაობას, თქვათ მოვიგე, მოურჩი ჩემს მუშაობას, ახლა თუ ფასი იმყოფება აქ, მე აქ არაფერი აღარ მესაქმება. ანუ ეს მინდა კარგად გაიაზროთ. ლოგიკური მუშაობა ჩემთვის იქნება ისევ აქედან. ამიტომ მეგობრებო, როდესაც თქვენ ლოგიკურად თუ თქვენ გინდათ უბრალოდ ლოგიკურად იმუშაოთ და თქვენ რაღაც პოზიციაში შეხვედით, მოიგეთ და კიდე გინდათ შესვლა, ეს არის ადამიანისთვის დამღუპელი, კიდე უნდა შესვლა. უნდა თავი შეიკავოთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს. თავს უნდა დააძალოთ, რა, ძალა უნდა დაატანოთ. ან დემო ანგარიშზე ითამაშეთ. მაშინ უნდა თავი შეიკავოთ. თქვენთვის ეს ხაზები უნდა იყოს იმისთვის, თუ იყენებთ ამ ხაზებს, რა თქმა უნდა, ხო? წინაღო მხარდაჭერის დონეებს, რომ პირველი მოგცეთ მინიმუმ ინფორმაცია რა ხდება ბაზარზე და რომელ ზონაში ვიმყოფებით და მეორე მოგცეთ შესვლის მომენტი თავისი კონკრეტული სტოპით, კონკრეტული თეიქით. ანუ თქვენ როგორც აგაქვთ თეიქი, თქვენ როგორც აგაქვთ სტოპი. და თუ უკვე ბაზარმა ეს პროცესი ჩაატარა და ვიმყოფებით აქ და ვხედავთ, რომ დონიდან შორს ავდგავართ, ჩვენ აქ უკვე არაფერი გვესაქმება. სანამ ბაზარი არ მივა იგივე დონესთან და რაღაცას არ გააკეთებს. აი ეს არის გააზრებული მუშაობა ზუსტად და არა რაღაც განსაკუთრებული რაღაც ეფექტები, ხო? გააზრებულ მუშაობას თავისი სიკეთე გააჩნია და პირველ რიგში ის სიკეთე გააჩნია, რომ თქვენ შეგეძლებათ ყოველ შემთხვევაში თქვათ, რომ აი კი ყველაფერი გავაკეთე და ბაზარი ისე არ მოიქცა, როგორც მე მინდოდა. ბაზარს ვერავინ ვერ გადაუჯოკრავს, პირდაპირ გაგებით და უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი აზრები საერთოდ ბაზარს არ აინტერესებს. საერთოდ არ აინტერესებს. შეიძლება შესვლა იყოს იდეალურზე იდეალური, მაგრამ დასრულდეს მინუსით. ესეც ხდება, ხო, როგორც იცით თქვენც. ამიტომ და მიუხედავად ამისა, ხო, ჩვენ უნდა ვისწრაფოთ იმისთვის, რომ აი ეს შესვლები მაინც იდეალური გქონდეს. და პლუს ამას, ნუ ეცდებით, რომ ბევრი პოზიციები განახორციელოთ. მე პირდაპირ გეტყვით, ბევრი პოზიცია არ ნიშნავს მაღალ მოგებას. აი, კარგად მინდა გაიაზროთ, ხო? ბევრი პოზიცია არ ნიშნავს მაღალ მოგებას. თქვენ თუ შეძლებთ მაგალითისთვის, მოდიოთ ცოტა უკიდურესობას გეტყვით. თქვენ თუ შეძლებთ მაგალითისთვის 3-4 კარგი პოზიცია აიღოთ თვის მანძილზე და ამით დაიწეროთ მაგალითად 10% და ესე გააგრძელოთ, თქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში, აბსოლუტურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ტრეიდერული ცხოვრებაც მათ შორის. იმიტომ რომ თქვენ გახდებით ძალიან კარგი სტაბილური ტრეიდერი. თქვენ ესეც მინდა რომ გაიაზროთ, რომ ვინც გეუბნებათ, რომ აი ყოველდღიურად უნდა ივაჭროთ, ყოველდღიურად რაღაცა აკეთოთ და ასე შემდეგ, თუ არა ამას არ გააკეთებ, შენ ხიხია ბიჭი ხარ ან გოგო ხარ, ხო? ეს ძალიან არასწორი აზრია. იმიტომ რომ პირიქითში უფრო დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი არის ველოდო დიდხანს გამოუწურო პოზიცია, რაც შეიძლება, აი სანამ შევალ პოზიციაში, ხო, სიტუაცია გამოუწურო, რაც შეიძლება, მაგრამ და აი როდესაც ყველაფერი დაალაგდება ისე, როგორც მე მინდა, აი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შევიდე პოზიციაზე. აი ეს არის გააზრებული მუშაობა. აი ამაშიც კი ჩვენ გვექნება სტოპებიც, რა თქმა უნდა, მინუსებიც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება სათქმელი, რომ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, ვითამაშე, რაღაცა ვიმაიმუნე და ასე შემდეგ. ბაზარი ისე არ იქცევა, როგორც ჩვენ გვინდა, ხშირ შემთხვევაში ასეა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ
პოზიცია იყოს სუპერ მაგარი და სუპერ საუკეთესო გააზრებული თვალსაზრისითაც. შესაბამისად, თუ ასე არ ვიზავთ, რა ვიცი, შედეგი სავალალოა, მინდა გითხრათ, თუ ასე არ ვიზავთ. მე არასდროს არ მახასიათებს ესეთი ვიდეოების დადება, სადაც ვამბობ, რომ აი გინდა თუ არა თქვენ მიიღებთ მილიონს, მილიარდს მოიგებთ, იმას იზავთ, ამას იზავთ, ვერ იზავთ, დამიჯერეთ, ვერ იზავთ, უფრო ვერ იზავთ, ვიდრე იზავთ. თუ გნებავთ, დამიმტკიცეთ, რომ გამკეთებელი ხართ, კი ბატონო, ხელებს ავწევ, ბოდიშს მოვიხდი, რომ აი თქვენ გააკეთეთ. მაგრამ ძირითადში ვერ იზავთ. მინდა რომ ცოტა თვალი გაუსწოროთ თქვენს ვაჭრობას, თქვენს სისტემებს. მინდა რომ ცოტა უფრო მეტად ყურადღებით იყოთ. მე გამიხარდება, რაც უფრო მეტი ადამიანი მოიგებს. ეს სულელს არ გაუხარდება და ბოღმიანს შეშურდება, რომ ბევრი ადამიანი იგებს. პირიქით, ტრეიდერები იმისთვის ვართ, რომ სიხარული გავიზიაროთ ამავე დროს. გარდა იმისა, რომ პირიქით დაუგრუზოთ ერთმანეთი. არა აქვს მნიშვნელობა რა მეთოდს იყენებთ. უბრალოდ მეთოდი უნდა იყოს ცოტა ნორმალური, ხო, შესაბამისი ბაზრის და ბაზრის მოძრაობის და ასე შემდეგ. თუ მეთოდი ამის შესაბამისი არ არის, დამიჯერეთ, გაგიჭირდებათ. რაღაც ლოგიკა უნდა იდოს მეთოდში, რომ თქვენ ჩამოაყალიბოთ თქვენი სავაჭრო სისტემა. თქვენ უნდა ისწრაფოთ ამისკენ. და მთავარი საკითხი რაც არის, ყველაზე მთავარი საკითხი რაც არის, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ფულს გიხდიან შესრულებული სამუშაოსთვის. ბევრი თქვენგანი მუშაობს, ბევრი თქვენგანი აკეთებს რაღაცას, შეიძლება ზოგიერთი არ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუშაობდა და კარგად იცის ხელფასს რატომ უხდიან ადამიანებს, ხო? ასევეა ბაზარიც. ეს რა თქმა უნდა დამქირავებელი არ არის თქვენი. თქვენ მართავთ თქვენ კაპიტალს. მაგრამ თუ თქვენი ორიენტაცია არის ბევრი ფულისკენ და ბევრი ფულის გამომუშავებისკენ, ხო, პირველადვე, აი, მინდა ბევრი ფული ვიშოვო, ხშირად მეუბნებიან, კი, გინდა, როგორ? თავარი კითხვა არის, როგორ? თუ შენ არ აკეთებ იმას, რაცაც რეალობაში უნდა აკეთებდე, თუ შენ არ ხარ ისეთი, როგორც რეალობაში ტრეიდერი უნდა იყოს, მაშინ როგორ უნდა იშოვო ეს ფული? მინდა რომ თვალი გაუსწოროთ ამ სიმართლეს, ბევრისთვის ცოტა მწარეს, შესაძლებელია, არ უარყოფ, მაგრამ თუ ამას არ იზავთ, თქვენ წააგებთ, პირდაპირ გეუბნებით. თუ არ დაიცავთ წესებს, თქვენ წააგებთ. თუ არ დაიცავთ დისციპლინას, თქვენ წააგებთ. თუ არ დაიცავთ მანი მენეჯმენტს, თქვენ წააგებთ. აი ესეთ გარემოში, მტრულ გარემოში ვართ. პირდაპირ გეტყვით, აქ არავინ არ გაპატიებთ, აქ არავინ მოგცემთ მეორე შანსს. ანუ მოდი მე ახლა წავაგე და მოდი დამებრუნე ფული და ხელმეორედ შევალ, ესე არ ხდება აქ, ხო? აქ საკმაოდ მტრული გარემო არის. ამიტომ რაც შეიძლება ფხიზლად იყავით, რაც შეიძლება ყურადღებით იყავით და გააზრებულად იმუშავეთ. თორემ დამიჯერეთ თქვენთვის, თქვენ დეპოზიტისთვის ეს იქნება ცუდი. თქვენთვის შეიძლება არაფერიც არ იყოს, ხო, ერთი პატარა მცირედი ემოცია, მაგრამ დეპოზიტს უბრალოდ დეპოზიტს დაკარგავთ. და თქვენ თუ ტრეიდერობა გინდათ, მე გირჩევთ, რომ ამ სფეროს მოკიდოთ მაშინ ხელი, როდესაც კარგად გექნებათ გააზრებული სად მოდიხართ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანის უმრავლესობას, ტრეიდერთა უმრავლესობას დამწყებს არ აქვს გააზრებული სად მოდის, აყოლილი არიან ვიდეოებს, რომელშიც ეუბნებიან, რომ აი შენ რომ აქ ბაის იზავ, შენ უეჭველი მოიგებ. აი ესეთ ვიდეოებს არის ხართ ძირითადში აყოლილი და ეს ძალიან ცუდია, მეგობრებო. მოეშვით ასეთ ვიდეოებს. იქ ბაის იზავ, იქ სელს იზავ, ეს პირადი გადაწყვეტილებაა და არა ვიღაცის მითითებით უნდა მიიღო. თქვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ იყოთ დამოუკიდებელი ტრეიდერი და არა დამოკიდებული ტრეიდერი ვინმეზე. მე როდესაც ვასწავლი ხალხს, თუ მყავს მე სტუდენტები, ან სტუდენტი,
ესე ვთქვათ, ხო? ყოველთვის აი ზუსტად აი ამ იმას უდებ ტვინში, რომ იყავი დამოუკიდებელი. ნუ მენდობი. ყოველთვის ვეუბნები ამას ჩემ მოსწავლეებს. მე ნუ მენდობი. მე რასაც გეუბნები, შენ თვითონ ნახე გრაფიკზე. და ზუსტად დავალებათა უმრავლესობა ეს არის შენ თვითონ ნახე გრაფიკზე. მე ნუ მენდობი. თუ უტყუი მითხარი კაცო რა პრობლემაა? ვიტყვი რომ უტყუი მაშინ და შევცდი. არც ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ თქვენც ესევე უნდა იყოთ. მოდი თქვენ თვითონ ნახეთ გრაფიკზე, რაც არის, როგორც არის, რაც დევს. თუ არა გაქვთ თქვათ იმის საშუალება, ძალიან კარგად მესმის, ხო? ბევრს არა აქვს თქვათ საშუალება, რომ ისწავლოს და ამ სწავლაში ფული გადაიხადოს. ჩვენ აქ დიპლომები არ გვჭირდება. მაშინ თქვენ თვითონ უნდა დაჯდეთ და თითო სანთელი. აი ესე უნდა დააკვირდეთ თითოეულ მოძრაობას, თითო სანთელს. დამიჯერეთ ძალიან ბევრ ინფორმაციას გამოიტანთ. აი ესეთი სკრუპულოზურობით. აი ასეთი სკრუპულოზურობით უდიდეს ინფორმაციას გამოიტანთ. ამას გირჩევთ ყოველ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის სასარგებლო არის ესეთი ვიდეოები, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვარდისფერს ათვალეს აკრავენ ხოლმე თვალებზე რა ადამიანს სიმართლე რომ გითხრათ. ცოტა სიმწარეც მახასიათებს ამ კუთხით და ბოდიში თამისთვის. ასე რომ სულ ეს არის მეგობრებო, რაც მინდა და მეთქვა. თუ შეკითხვები გაგაჩნიათ, მომწერეთ აუცილებლად, დამილაიქეთ ვიდეო. თუ გაქვთ ამის სურვილი, თუ თქვათ არ მოგეწონათ, პირიქით გამიკეთეთ. არ დამილაიქოთ ან პირიქით თითიქვევით და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის სასარგებლოა ესეთი ვიდეოები და თუ სასარგებლოა დამიწერეთ, რა თქმა უნდა, კომენტარებში. ვალობთ ყურადღებისთვის.